კოლნში დუნკელების ოჯახი ნარჩენებს ძალიან ზედმიწევნით ახარისხებს. მათ ურნების მთელი ნაკრები აქვთ, დიდი ორგანული, დიდი ქაღალდის და დიდი გადამუშავებადი მასალების ურნა. ძირითადი ნარჩენებისთვის მათ პატარა ურნა აქვთ, რომლის ტევადობა მხოლოდ 60 ლიტრია. ეს არის ის მოწყლობა, რაც 12 წელია გვაქვს. ჩვენ მაშინ სამნი ვიყავით. ჩვენი ქალიშვილი 2013 წელს დაიბადა, ხოლო უმცროსი 2015 წელს. და მაშინაც კი, როცა პატარა ბავშვები დიდი რაოდენობით ნარჩენებს აგროვებენ, ის ყოველთვის საკმარისი იყო. მაგრამ რა არის საკმარისი და რა არა, ურნების მომხმარებელი კი არა, არამედ AWB წყლებს. კოლნის ნარჩენების მართვის ორგანოდან წერილი მივიღეთ. ნარჩენების განკარგვის რეგულაციების თანახმად, 5 სულიანი ოჯახისთვის ჩვენ ვალდებულნი ვართ გქონდეს 120 ლიტრიანი ძირითადი ნარჩენების ურნა. AWB დუნკელების ოჯახს შეტყობინებაში სავალდებულო მითითებისა და გამოყენების შესახებ განუმარტავს. ძირითადი ნარჩენებისთვის მინიმალური კონტეინერის მოცულობა კვირაში ერთ ადამიანზე 20 ליტრია. ამიტომ დუნკელების ოჯახი ახლა უფრო დიდ ურნას მიიღებს. 60 ლიტრიანი ურნის ნაცვლად 120 ლიტრიანი ურნა უნდა ავიღოთ, რომელიც არც კი გვჭირდება. არ გჭირდება, მაგრამ მაინც უნდა გქონდეს. ასე მუშაობს სავალდებულო გამოყენება AWB-ში. როგორმე მოახერხებთ დიდი ურნის შევსებას? ბოლოს და ბოლოს ის მხოლოდ 120 ლიტრიანი. ჩვენ 5 ადამიანი, მხოლოდ 20-დან 40 ლიტრამდე ძირითად ნარჩენებს ვაგროვებთ. რადგან ყველაფერს ვაცალკევებთ, სინამდვილეში ძალიან ცოტა ძირითადი ნარჩენები რჩება. ხოდამაშ თქვენი ბრალია თუ ასე კარგად ანაწილებთ. სინამდვილეში AWB რეგულარულად ფიქრობს, რომ ნარჩენების გამოყოფა საკმაოდ კარგია. ჩვენ გულწრფელად მივესალმებით თქვენს დამოკიდებულებას ნარჩენებთან და შესაბამისად გარემოს დაცვისთვის ცნობიერებას ნარჩენების შემცირებასა და ნარჩენების გამოყოფის სახით. თუმცა მათ აღნიშნეს ძალიან გერმანული ტონით. მინიმალური რაოდენობა და სავალდებულო მოთხოვნა კვირაში 20 ლიტრი ერთ ადამიანზე ძალაში რჩება. გარემოს დაცვის თემა სკოლაშიც არაერთხელ წამოიჭრება. ბავშვები ასევე ამბობენ, რატომ გვაქვს უფრო დიდი ურნა, თუ ნარჩენებს არ ვაწარმოებთ. ჩვენი ამ საკითხის გაგება ნულის ტოლია. აი, დამატებითი ხარჯები კი ნულის ტოლი არ არის. 342 ევრო და 28 ცენტის მაგივრად ახლა გადაიხდით 503 ევროს და 24 ცენტს. საბოლოო ჯამში ეს კოლნის ჰაერის ძვირადღირებული გადამუშავება.